გუდვილზე მოგიყვებით გადაცემის ამ ბლოკში. ბრენდზე, რომელმაც 2 ათეულზე მეტი წლის ისტორიით საქართველოს რიტეილ სექტორში თავისი პირველი სიტყვა თქვა და ეს განლილი გზა სახელითვე განსაზღვრეს მისმა დამფუძნებლებმა. გუდვილი კომპანიის არამატერიალური აქტივი, რომელიც განისაზღვრება როგორც პრესტიჟი, რეპუტაცია, კეთილგანწყობა და მას კომპანიის გარეშე. დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულება არ გააჩნია. ეს არის ბრენდის მიმართ კეთილგანწყობა, რომელიც კომპანიის ხანგრძლივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული რეპუტაციის შედეგია. გუდვილის დათვლის დროს კომპანიის გასაყიდფას საკლდება წმინდა საბაზრო ღირებულება და თუ სხვაობა დადებითია, ეს არის გუდვილის ღირებულება. გუდვილი კომპანიის გაყიდვის დროს წარმოიშობა. გუდვილი კომპანიისგან განცალკევებულ აქტივად არ არსებობს. ის სრულად არალიკვიდურია. მაგალითად, კომპანიას არ შეუძლია ცალკე გუდვილი გაყიდოს. ეს ლექსიკონის ნაწილი გუდვილზე. ამის იქით კი 22 წელი სიახლეების, სტაბილურობის, მაღალი სტანდარტების დადარაჯოზე, ესე აღწევს საკუთარ გზას ჰიპერმარკეტების პირველი ქართული ქსელი გუდვილი, რომელიც იუბილეს რებრენდინგით ხდება და აღნიშნავს. თუმცა, მანამდე იყო წარმატებული ბრენდისთვის, კომპანიის დამფუძნებლებისთვის ძალიან ბევრი ქარტეხილები. გამოწვეული სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით, საინტერესო ემოციურიც და მინდა იცოდეთ, რომ ბიზნეს საზოგადოებისთვის ჭკუის სასწავლებელი გუდვილის განვითარების ისტორიას, რომელსაც ერთ ჩვენიერ დღეს მე აუცილებლად მოვყვები. მანამდე გოგი შევარდნაძეს ამ კომპანიის დამფუძნებელს მინდა მოკითხვები შევუთვალო და ჯანმრთელობა უსურვო BMG სტუდიიდან. დღეს კი არის განახლებული იდენტობა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები, პრემიუმ გამოცდილება. სწორედ ესე ხდება გუდვილი განვითარების ახალ ეტაპს. მის პარალელურად კი კომპანიამ განახლებული კონცეფცია წარადგინა ვაკის ფილიალი, რომელიც ერთ სივრცეში გუდვილის საკუთარი წარმოების პროდუქციასთან ერთად ექსკლუზიური ევროპულ ბრენდებსა და ადგილობრივი ფერმერების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს აერთიანებს. რა სტრატეგია, რა ხედვა დგას აი ამ ცვლილებების მიღმა და ზოგადად რა სიახლეებს თავაზობს ბრენდი ადგილობრივ ბაზარსა და მომხმარებლებს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი პირველი ქართული ჰიპერმარკეტების ქსელის გუდვილის გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილია. გამშვიდობისა გიორგი. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის და გილოცავთ აი ამ გვალთარეს მადლობა მოწვევისთვის. მე რომ მახსენდება ეს ყველაფერი ემოციის გარეშე ვერ ვიხსენებ ფირმის პირველ ჰიპერმარკეტის გახსნას, იმიტომ რომ სრულიად ახალი გამოცდილება იყო. პირველად ჰიპერმარკეტის თვალსაზრისით ვიგზენით, რომ არ ვიყავით საქართველოში და ეს მოახერხა სწორედ ქართულმა ბრენდმა. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით თქვა, რომ გუდვილის გახსნით შეუქცევადი გახდა მთლიანად საცალო, ეგრეთ წოდებული განსაკუთრებით BMG-სგან ხშირად გესმით რიტეილ ინდუსტრიის განვითარება და ამიტომ გუდვილს ეკონომიკის ამ მიმართულების განვითარებაში მე ცალსახად პიონერად მივიჩნევ. 22 წელია ბაზარზე ხართ და როგორ შეაფასებდით ამ გზას და ბრენდის განვითარების თვალსაზრისითაც? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლა დიდი გზა განვლო გუდვილმა. დიდი გზა განვლო განვითარების გზა ჩვენმა ბრენდმა და 22 წლის წინ, როდესაც გუდვილის პირველი ჰიპერმარკეტი გაიხსნა, გუდვილის პირველი ჰიპერმარკეტიც და ზოგადად პირველი ჰიპერმარკეტი მთელ საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ეს იყო ერთის მხრივ ძალიან დიდი სიახლე ჩვენი ბაზრისთვის, მეორეს მხრივ დიდი გამოწვევა გუდვილის დამფუძნებელისთვის და გუდვილის მთელი გუნდისთვის, იმიტომ რომ გუდვილი თავიდან ბოლომდე შემოვიდა იმ სიახლით, იმ ახალი სტანდარტით, რომელიც ახალი იყო ყველასთვის და მათ შორის თვითონ გუნდისთვის. ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოიარა კომპანიამ 22 წლის განმავლობაში. ბევრი წინააღმდეგობით ახსავსე ნიუანსების გადალახვა მოუწია ჩვენს კომპანიას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა გამოწვევიდან ჩვენი კომპანია უფრო და უფრო გაძლიერებული გამოდიოდა და უფრო და უფრო გაძლიერებული გამოდის დღესაც. რა განაპირობებს ამას? ამას განაპირობებს ის, რომ ჩვენი კომპანიის
იდეა, მისია თავიდან ბოლომდე დაფუძნებული არის მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე. თავიდან ბოლომდე დაფუძნებული არის არა იმაზე, რომ ესა თუ ის პროდუქტი სადღაც დაუშვათ დაიდოს რომელიღაც თაროზე და უბრალოდ გაიყიდოს, არამედ იმაზე, რომ მომხმარებელი არის პირველი, მთავარი და ამოსავალი წერტილი. მომხმარებლისთვის იმ გარემოს შექმნა, რომ მომხმარებელს კონდეს არა მხოლოდ სივრცე, სადაც შეძლებს ესა თუ ის პროდუქტი შეიძინოს, არამედ სივრცე, სადაც მას აქვს იმის განცდა, რომ დახვდება ისეთი სიტუაცია, ისეთი პროდუქტი, ისეთი მომსახურება, ისეთი გარემო, რომელიც მისთვის იქნება სასიამოვნო. ჩვენი სლოგანი ხო, ხა, გუდვილი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ანუ გემრიელი ცხოვრება თავის თავში არ მოიაზრებს მხოლოდ გემრიელი რაღაც კულინარიის პროდუქტის, მხოლოდ პირდაპირი გემოვნებით თვალსაჩინო, არამედ იმას, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ მისია და ეს არის რთული, არ არის მარტივი მისია, რომ მომხმარებელს აი ის პერიოდი მაინც, როდესაც ის გუდვილში იქნება, მომხმარებელმა ეს პერიოდი, ეს მომენტი გაატაროს ისე, რომ მან მიიღოს მაქსიმალური პოზიტივი და მაქსიმალური პოზიტივით დაიმოწოს. ერთად ეს დავამატებ გიორგი ხავაშვილის ნათქვამს, მიღმა ჩვეულებრივ აღწერისა გუდვილის მისიისა, რომ გუნდის გარეშე ეს 22 წელი ვერ გავიდოდა და იქ არიან ამ ბიზნესის ნამდვილი პროფესიონალები და კომპანიის პატრიოტები და ალბათ ამიტომაც არის რომ მიდება ის შედეგი, რაც დაიდო 22 წლის თავზე, მიღმა ყველაფრისა მაინც ყალიბდებით მასშტაბურ რებრენდინგზე. თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას როგორც გენერალური დირექტორი თქვენს გუნდთან ერთად. რას მოიცავს თავად პროცესი, რომელიც ვიცით ორთავემ გიორგი, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედების და იმ მისიის დამთხევა, იდეებიდან და ხედვიდან გამომდინარე, რომელიც აქვს დაწყებული მთავარი აღმასრულებიდან და გენერალური დირექტორიდან დასრულებული გუნდის რიგითი წევრით და საბოლოო ჯამში მიღმა აი ამ ვიზუალური ცვლილებებისა, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი წადევნებს თვალყურს, ალბათ რაღაცა ახალ საკომუნიკაციო ენაზეც ყალიბდებით მომხმარებლებთან, რომლებიც თქვენი მთავარი სამიზნეა. პირველ რიგში დიდი მადლობა გიორგი, რომ ის საკითხი, რომელზეც მნიშვნელოვანი ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა, შენ წამოწიე, ეს არის გუდვილის გუნდის თემა და არ შემილია, რომ ამ საკითხს ცალკე არ მიუძმა რაღაც რამდენიმე წიანდადება, რამდენიმე წუთი. გუდვილის განვითარება, გუდვილის მდგრადობა, გუდვილის წინსვლა განპირობებული არის არა მხოლოდ იმით, რომ გუდვილი არის პირველი ამ ბაზარზე, არა მხოლოდ იმით, რომ გუდვილი მუდმივად ორიენტირებულია ხარისხზე, მომხმარებელზე და შემდეგ, არამედ იმით, რომ გუდვილს ყავს გუნდი, გუდვილს ყავს ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან ერთიანი ხედვის, ერთიანი მისიის და ერთიანი მიზნისკენ ტოლვის და იქით მოძრაობის, ვთქვათ, სულით გაჯერებული. ანუ გუდვილი ვერ იქნებოდა ასეთი ბრენდი, ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული, რო არა ისეთი მაღალი პროფესიონალიზმის, ასეთი მაღალ პროფესიონალიზმში მხოლოდ რომელიღაც საქმის ცოდნა არ მოიაზრება. ამაში მოიაზრება კეთილსინდისიერება, ამაში მოიაზრება საქმის მიმართ დამოკიდებულება, საკუთარი კომპანიის მიმართ დამოკიდებულება, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულება. აი ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ამ სიტყვის ფართო გაგებით, მაღალი პროფესიონალიზმის გუნდი განაპირობებს ყველანაირ იმ განვითარებას, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ და საბედნიეროდ ეს განვითარება უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩვენი რებრენდინგის ნაწილს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ბრენდის მახასიათებლები, დავიწყოთ თუნდაც ვიზუალური მახასიათებლებით, პირდაპირ თანხვედრაში იყოს, ან ძალიან მიახლოებული იყოს და პირდაპირ თანხვედრაში იყოს ჩვენს რეალობასთან, ჩვენს ხედვასთან, ჩვენს მისიასთან და როდესაც მომხმარებელი
ანუ ბრენდის მახასიათებლებს და უშუალოდ ვიზუალურ მახასიათებლებს ხედავს, მისთვის გარკვეული ასოცირებები ავტომატურად მოდიოდეს. ხა ჩვენი ბრენდის ვიზუალურ მახასიათებებზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ის რომ გუდვილი არის პირველი. ეს ჩვენს ლოგოში გამოსახული არის. ის რომ გუდვილი არის ხარისხზე, მაღალი კლასის სერვისზე ორიენტირებული, ეს ჩვენ ლოგოში ჩადებული არის ფერების სახით. ის რომ გუდვილი უწყვეტი და მუდმივი განვითარების გზაზეა და ყოველთვის იქნება ამ გზაზე. რაღაც უსასრულობის ნიშანთან მიახლოებული, ასე ვთქვათ, ვიზუალური აღქმაც მოდის, ხო, აქედან. და რა თქმა უნდა, ჩვენი ბრენდის პირველი ასო G, რომელიც ერთი შეხედვით ავტომატურად უკვე მომხმარებლისთვის აცოცხლებს, ასე ვთქვათ, იმ ისტორიას, იმ დიდ გამოცდილებას, იმ ყველაფერს, რაც მოყვება პირველი ჰიპერმარკეტების გზას. თუმცა ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი არის, რომელიც გასათვალისწინებელია, გიორგი, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რა და დღესაც ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი ძალა ბრენდისთვის არის, როდესაც ბრენდი გაუძლებს დროს და როდესაც ბრენდის ღირებულებებზე აღიზრდება გარკვეული თაობები. როდესაც თაობებისთვის აი ამ ბრენდთან დაკავშირებული არის გარკვეული სენტიმენტალური ნიუანსებიც, ხო? ხა დღეს უკვე ჩვენი მომხმარებელი არის ძალიან ბევრია ისეთი მომხმარებელი, რომლისთვისაც მაგალითად გუდვილი იყო ბავშვობის პირველი გამოცდილება საყიდლებზე, მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან ერთად წასვლას და წარმოიდგინეთ ამ ადამიანებისთვის რა სენტიმენტალურია, ასე ვთქვათ, რამდენად ძვირფასია გუდვილი, როდესაც ხა გქონია შემთხვევით ჩვენი მომხმარებლები ამბობდნენ, მაგალითად ხა ბავშვი, რომელიც იყო 10 წლის, ახლა არის 32 წლის პირველი დღის ქალბატონი, ან მამაკაცი და რომელიც ამბობს, რომ იცი რა, მე მახსოვს, რომ რაღაც ჩემი ბებიასთან ერთად, ბაბუასთან, რომელიც აღარ არის და როგორ მოვყავდი და რამხელა სიხარული იყო ჩემთვის და ეს ჩვენთვის ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მოლოდინები არასოდეს არ გაუცრუოთ ჩვენს მომხმარებელს და ყოველთვის ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული იმაზე, რომ გქონდეს სულ სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის, სულ ძალიან კარგი გარემო, ძალიან კარგი სერვისი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ჩვენივე წარმოების პროდუქციაა, ძალიან დიდი წილი უჭირავს ჩვენი წარმოება და კიდე უფრო ვაპირებთ, რომ გავზარდოთ ეს წილი და ასევე რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას უთმობთ უმაღლესი ხარისხის ფერმერული პროდუქტების საქართველოში წარმოებული, ვცდილობთ მაქსიმალურად, სადამდეც ვახერხებთ რა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ფერმერული მეურნეობები საჭიროებენ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ დაგეგმარებას თავიანთი მხრიდანაც. იმათი მხრიდან. კი, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველანაირად ხარს უჭერთ, ყველანაირად ისეთ პირობებს ვუქმნით, რომ ისინი იგივე დაუშვათ შემოსვლა იქნება Excel-ში, რაღაც გადახდა იქნება პირობები ყველაფერი. აბსოლუტურად ვცდილობთ, რომ ამ შეგვიძლია სასათბურე პირობებიც კი დავარქვათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფერმერული მეურნეობები კიდევ უფრო განვითარდნენ, რომ ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცეს საქართველოს წარმოებული საქართველოს წარმოებული ფერმერული პროდუქტების წარდგენის. გიორგი, ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა იმავდროულად მოყვეთ ვაკის ფილიალში უკვე განახლებული კონცეფციის ასახვაც მოხდა. განახლებული კონცეფციის მიღმა იქ არის ასახული ერთგვარად სრულიად განსხვავებული სხვაგვარი გასტროკონცეფციაც. ის კიდევ რაც გამოარჩევს გუდვილს არ შემიძლია ადგილობრივი, მათ შორის ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერის გარდა ვთქვა, თქვენი სტრატეგიული თანამშრომლობა რამდენიმე ევროპულ ბრენდთან, რომელიც ეს 2000 წელიწადზე მეტია მოყვებათ და თქვენი საზრუნი არის ყოველდღიურად. აი ამის თავმოყრა როგორ ხდება თუ შეიძლება? ვაკის ფილიალი ჩვენთვის
ჩვენი რებრენდინგის, ასე ვთქვათ, გზაზე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გეგმავთ, რომ ვაკის ფილიალის შემდგომ ახალი ობიექტები უკვე ახალი კონცეფცია გაიხსნას და არსებული ობიექტებიც ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ამ კონცეფციაზე გადაეცა. იმ კონცეფციაზე და იმ მიმართულებაზე წავიდეს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ხედავს ვაკის ფილიალის შემთხვევაში. რა არის ეს კონცეფცია, ხო? ჩვენ შევხედეთ პროცესს ასე, გიორგი. ჩვენ ვთქვით, რომ რომელიღაცა საერთაშორისო უშუალოდ ისეთი ძალიან ცნობილი ბრენდის პროდუქტი, იქნება ეს შოკოლადი თუ ზეთი თუ ამ შემდეგ, ეს მომხმარებელს შეუძლია რომ ყველგან შეიძინოს, მათ შორის Goodwill-შიც. მაგრამ ასეთი პროდუქტი ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ მომხმარებლისთვის შეკითხვაზე რატომ უნდა მივიდე ამ სუპერმარკეტში Goodwill-ში, ყოველთვის იყოს ძალიან მკაფიო პასუხი, რატომ. და ეს რატომ არის სწორედ ის კონცეფცია, რომელზეც ჩვენი ეს რეალური, ეს ვაკის ობიექტი არის აგებული. ეს არის განსაკუთრებული Goodwill-ისთვის დამახასიათებელი, უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი საკუთარი წარმოების პროდუქტების ხაზის კიდევ უფრო გაზრდა. და კიდევ უფრო გაზრდილი ხაზი არის წარმოდგენილი. პროდუქტების მომზადების პროცესები გამოვიტანეთ დარბაზში. მაქსიმალურად მომხმარებლის თვალწინ რომ ხდებოდეს ეს პროცესები, იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელი იმსახურებს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, არამედ იმასაც, რომ მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში ხედავდეს ამ პროდუქტის მომზადების პროცესს, რაც ერთი მხრივ არის ზოგადად სასიამოვნო პროცესი, ამის დაკვირვება, მეორე მხრივ არის ნდობის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალი. ჩვენ Goodwill-ში გვაქვს ექსკლუზიური იტალიური ბრენდები, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიაში, არა მხოლოდ საქართველოში, ექსკლუზიურად აქვს მხოლოდ Goodwill-ს. ეს არის მაგალითად კოოპის ბრენდი და კოოპის ბრენდი ჩვენთვის ეს არის იტალიური ძალიან დიდი კომპანია, რომელთანაც ექსკლუზიური პარტნიორობა გვაქვს Goodwill-ს და კოოპის ბრენდი ჩვენთვის არის მიმართულება, სადაც ჩვენ მომხმარებელს ყველა მიმართულებით ვთავაზობთ ევროპულ ხარისხს, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა დამატებითი ეჭვების ან გადამოწმების ან ასე შემდეგ გარეშე ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ამ პროდუქტს აქვს გავლილი უმაღლესი დონის კონტროლი და უვნებლობის თვალსაზრისითაც, გემოვნური თვალსაზრისითაც, თვისებების თვალსაზრისითაც, ვიზუალურად ასე შემდეგ თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის და უმაღლესი კლასის. ამიტომ ჩვენი საკუთარი იმპორტი, ოღონდ იმპორტი არა ყველანაირი, ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ევროპული პროდუქტების და ბრენდების იმპორტზე. ჩვენი საკუთარი იმპორტი მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ასევე ჩვენ გვაქვს იტალიური პასტას ბრენდი, რომელიც იტალიაში არის ტოპ ბრენდი Di Martino და Prosecco და ძალიან ბევრი მიმართულება. მოკლედ დიდი სიამოვნებით გიორგი შენ არაერთხელ იყავი ობიექტზე, მაგრამ კიდევ ერთხელ აუცილებლად ვეპატიჟები ჩვენს მომხმარებელს, რომელიც ჯერ კიდევ არ ყოფილა ვაკის ობიექტზე და მინდა გითხრათ, რომ ვაკის ობიექტის განვითარება და ახალი კონცეფციით გადაწყობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომელიმე სხვა ობიექტს მოვაკელით ყურადღება. პირიქით, ამ თემამ უფრო დააჩქარა ის, რომ იგივე საბურთალოს City Mall-ში არსებული ობიექტი, ხო, დღეს მაგ კლასის სუპერმარკეტი, რომელიც საბურთალოს City Mall-ის ობიექტში გვაქვს ჩვენ განთავსებული, მაგ კლასის სუპერმარკეტი, ახლა ზედმეტი იმის გარეშე ვთქვათ, მე არ მეგულება მინიმუმ ჩვენს როგორც ესევე გადაიმოეწყობა ამ რომელიც კიდევ უფრო მაგარი გახდება რა. ეს თქვენი ანონსი და გეგმები. კარგი, დანარჩენს ადგილიდან კიდევ ძალიან ბევრს მოგიყვებით Goodwill-ის განვითარების შესახებ. მადლობა ამ შეჯამებისთვის და 22 წლიანი იუბილეის აღნიშვნისთვის აქ ჩვენთან BMG სტუდიაში გიორგი ხაბაშოვს, Goodwill-ის გენერალური დირექტორს. ბედნიერი დღე ჩემო გიორგი. მადლობა მომბრძანებისთვის.